რეალური მიზეზები არის ხოლმე გაუცნობიერებელი და გაუცნობიერებელი არის მათ შორის იმიტომ, რომ ემოციურ ან ხანდახან ფიზიკურ ტკივილს უკავშირდება ეს მატრაუმირებელი მოგონებები. შესაბამისად, ჩვენი ფსიქიკა გვიცავს და ეს ტრავმატული მოგონებები каранტინში ყავს გაყვანილი. ამიტომ ძალიან ხშირად შენ თვითონ მიაკლიო ამას, აი რაღაცა სპეციალური მომზადების გარეშე შეიძლება რთული იყოს, ეს ერთი. მეორე, თუ გაქექე და მიაკლიე, შეიძლება იქ ისეთი ემოციური შტორმი წამოვიდეს და წაგლეკოს აბსოლუტურად და გვერდით თუ არ არის ვინმე, ვთქვათ, შერაცხადი პროფესიონალი, რომ წონასწორობა შეგანარჩუნებინოს, ხო? შეიძლება ძალიან ცუდად გახდეს. ამიტომ ასეთი რაღაცეების ქექვას საკუთარ წარსულში მესანგრის ნიჩბით ხანდახან მოყვება ხოლმე, ასე ვთქვათ, საკმაოდ სავალალო შედეგები. როგორ ვუშველოთ საკუთარ თავს? უყურეთ, როგორ რაღაცა თუ უმიზეზოთ, აი არაფერი ცუდი არ ხდება, არაფერი ნეგატიური არ ხდება, არაფერი საშიში არ ხდება, არაფერი არ გიტევს და წამოვიდა აი ეს ნეგატიური შეგრძნებები გაჩნდა ფიზიკურადაც ორგანიზმი მეტნაკლებად ნორმაში გაქვს. იცოდეთ, რომ იქ არის გადაუმუშავებელი ტრავმა. ამ შემთხვევაში მივდივართ ფსიქოთერაპევტთან და ვეუბნებით, რომ მიჩნდება აი ესეთი შეგრძნებები და ამ შეგრძნებების მიზეზი მინდა რომ გავიგოთ და დავამუშავოთ ეს ერთი. პირველადი დახმარების სახით რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ შემთხვევაში, ხო? არის სხვა ტექნიკები, მაგალითად, როდესაც ფოთმა აგიტანა, გააცნობიერე ამ დროს სათხარ, რას გრძნობ, რა გესმის, აი ეხლა რას ხედავ, რომ წარმოსახვითი სამყაროდან გამოხვიდე რეალურ სამყაროში, ხო? აქ და ახლა მდგომარეობაში რო ბრუნდება. აღადგინე.